მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო. ესე იგი, დღეს არის ფერის ცვალება. ესეთი ბედნიერი, ლამაზი დღესასწაული. იცით, რომ თაბორის მთაზე ავიდა უფალი და იცვალა ფერი და მოციქულებმა დაინახეს განათებული ჩვენი უფალი. მოკლედ, ქრისტიანული რელიგია დღეს და ქრისტიანები აღნიშნავენ ესეთ დიდ დღესასწაულს, ფერის ცვალებას. და მოაქვთ ხილი, ტკბილეული, ტაძარში, სახლში აკეთებენ ტკბილს უფრას, რომ სიმბოლოა, რომ უკეთესობისკენ ვიცვალოთ ფერი და ეს სამყარომ თავისი ლამაზი ფერებით აგვავსოს და უკეთესობისკენ შეგვაცვლევინოს ფერი. ანუ გავკეთილშობილებური იყავით პირველ რიგში და ის რაღაც მანკიერი თვისებები, რომელებიც ყველას გვაქვს, იმიტომ რომ ყველა ცოდვილები ვართ, იცით, ამ სამყაროში უცოდველი არავინაა. რაღაცნაირად შევეცადოთ, რომ ეს მანკიერი თვისებები ამოვიღოთ და უფრო კარგები გავხდეთ, უფრო მეტი სიკეთე ვაკეთოთ, უფრო მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი. ანუ მე ხა არ გამოვდიოდი დიდი ხანი, არ ვდებდი ჩემ ვიდეოებს, იცით ხო? ვინ ჩემი ერთგული მაყურებლები ხართ. ყველას აქედან დიდ მადლობას გიხდით, მიყვარხართ. მადლობა თქვენი კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის. და საერთოდ იმისთვის, რომ მიყურებ და ბევრ რაღაცებს წერთ ხოლმე რა, ანუ კომპლიმენტებს გულისხმობ. მახარებს, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი. და ექსკლუზიურად თქვენთვის მეც მქონდა განსაცდელი, მეც მქონდა პრობლემები. მეც ვიყავი ისეთ სიტუაციაში, რომ არჩევანის წინაშე დამაყენა განგებამ. ყველას ხო გვაქვს არა და მეც მაგრამ მადლობა ღმერთს კიდევ ერთხელ ვიძახი ღვთის ჩარევით, ჩემი მფარველების დახმარებით და იმით რომ მე მარტო არა ვარ, ისევე როგორც თქვენ, თავარია იქონიოთ კონტაქტი სამყაროსთან, თქვენ მფარველებთან, თქვენ ნათელ, კეთილ, უზენაეს, უმაღლეს ძალებთან და ანუ აი ეს კეთილშობილი წინაპრებიც კი, ვისაც ყველას ყავს გვარში ერთში, ანუ მამის მხრიდან, დედის მხრიდან, მეშვიდე თაობა იქნება თუ უფრო იქით, ანუ ყველას ყავს, აი ისინიც უკვე ხდებიან ჩვენი მფარველები და გვეხმარებიან, ჩვენ შეიძლება ამის შესახებ არ ვიცოდეთ, მაგრამ რეალურად ასე, ანუ ჩვენი საგვარეულო მამის მხრიდან, დედის მხრიდან, ანუ არ არსებობს, რომ არ ყოფილიყო ვიღაც სულიერი, ვიღაც მართალი, ვიღაც აი ესეთი ადამიანი, თუნდაც ერისკაცი ყოფილიყო და არ ყოფილიყო, ვთქვათ, სასულიერო პირი ან წმინდანი, სიტყვაზე ვიძახი, მაგრამ თავისი აი სწორი მართალი, სუფთა ცხოვრებით ის, ანუ ისეთ ადგილას არის, რომ მას აქვს უფლება მის ვთქვათ, მომავალ იგივე აინო ვინც არიან მისი მოდგმა მათზე ილოცოს და დაეხმაროს. ნუ ეხა ამას რა თქმა უნდა ვერ გავარკვევთ, იმიტომ რომ ღმერთიდან ხდება ყველაფერი, იცით, მაგრამ მინდოდა მეთქვა ის, აი ამ მოკლე რაღაცაში, რომ აბსოლუტურად ყველაფერი მქონდა ჩართული. მაგრამ გარდა ამისა, იცით, რომ მე ბავშვობიდან მივეკუთვნები, ანუ თეთრ იერარქიას, ნათელ მხარეს. მე ამას ვაღიარებ და ყოველთვის ვიტყვი, რომ ვარ ნათელი. ჩემი მისია ეს არის. მაგრამ რა მოხდა, ნახეთ? იმ მეორე მხარესთან, მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არ გამიკეთებია და ნამდვილად არ მინდოდა და ეხლაც არ მინდა ცუდი, თუმცა ძალიან უდანაშაულოდ მომაყენეს ძალიან დიდი ტკივილი. ისინი მეხმარებოდნენ რაში, ნახეთ, ინფორმაციის მოწოდებაში. მე უბრალოდ ეხა ჩემი პრაქტიკიდან მინდა გითხრათ რა და ჩემი გამოცდილებიდან.
ნათელი ძალებისთვის, ძნელია იმ რაღაცა ნიუანსების, ბინძური რაღაც სურათების და სიტუაციების გადმოცემა. იმიტომ რომ როცა ანგელოზური ბუნება გაქვს, ხო? შენც დაჯილდოებული ხარ იმ სისუფთავით, სისადავით, სიწყრფელით. და შენს ირგვლივ, ხო, შენი მფარველები, ისინი იმ სიბინძურეს, დანახვა არ უნდათ იმ რაღაცა სიბინძურის. ამის დანახვა შეუძლია მეორე მხარეს. და სხვათა შორის დეტალურად თუ გინდა რომ გაშიფრო სიტუაცია, ჩვეულებრივ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ, არ ძალუძთ სამწუხაროდ, მაგრამ შეიძლება მიაღწიო. მიაღწიო თუ იმუშავებ შენ თავზე. ის მეორე ძალა, იმაში დაგეხმარება, რომ ზუსტად ინფორმაცია მოგაწოდოს. იმ მხრიდან, მტრიდან რა იყო გაკეთებული, რა მეთოდი იყო გამოყენებული, მაგიაზეა საუბარი, დარტყმაზე. და სხვათა შორის გაანეიტრალონ კიდევაც. თლიანობაში რომ ბევრი არ ვილაპარაკო, მე ვიცი ხოლმე ესე ანალიტიკურად ყველაფრის ჩაღრმავება და ახსნა, შეიძლება ბევრს ნერვები არ ყოფნით, შემოგარგებო. მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით ერთ რამეს. ამ სამყაროში ყველა ძალა ემორჩილება მხოლოდ ნათელ სისტემას და ღმერთს. მიუხედავად იმისა, რომ დუალიზმია და არის როგორც ნათელი ბნელი, როგორც უარყოფითი დადებითი, როგორც სინათლე, სიბნელე, როგორც კარგი, ცუდი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს არის ბალანსი, ესე დგას, როგორც ასწორი და არის დაბალანსებული. ნახეთ, ეს ორი ენერგია. ინი და იანი, ხო, როგორც გინდათ დაარქვით, დღე, ღამე, რა მნიშვნელობა. მაგრამ ეს ბალანსი შენარჩუნებული იყო საუკუნეების განმავლობაში და არ დარღვეულა. ასე თუ ისე ცოტა თუ გადააჭარბებდა, ვთქვათ, უარყოფითი, მოდიოდნენ ნათელი ენერგიები, გამოჩნდებოდნენ და ისევ დაბალანსდებოდნენ. ეხლა, ძალიან გადააჭარბეს, ისე რომ, წარმოიდგინეთ, ესეთ სიტუაციაშია ეხლა. ბნელი და ის ნათელი, ხო, ქვემოთ არის, ნახე, ქვემოთ არის, ქვემოთ. და ამის გამო პირობითად, რომ იცოდეთ ზოგადად, ხო, რომ მიხვდეთ რაშია საქმე. სამყარო ვერ იტანს, როცა ირღვევა და თან ძალიან ირღვევა ბალანსი. ამიტომ აგზავნის ისეთ სიტუაციებს, ისეთ მდგომარეობას, რომ იტყვენ აჯანჯღარებს, იმიტომ რომ დედამიწაც არის ერთი დიდი ცოცხალი სისტემა, რომ დაკავშირებულები ვართ ჩვენ ყველა ერთმანეთთან, ენერგეტიკულად ვიძახი და ზუსტად იმ ფაქის სივრცეში ხდება ძალიან დიდი ბრძოლა. ყოველთვის გაიმარჯვებს ნათელი, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. თუ რაღაც დროებითი, რაღაცა გარკვეული პერიოდია, რომ ბნელებს უჭირავთ, ხო? ჩვენი დედამიწის სამყაროს ეს სიტუაცია, ეს მხოლოდ დროებითია. იმიტომ რომ ის ბნელი ითხოვს თავისას, ნახე? მე აქ ჩემები მყავს, რომლებიც უნდა წავიყვანო, ითხოვს რას ქვია, იმ ბნელებს, იმ ადამიანებს, დაბალი სტრუქტურის წარმომადგენელებს, დაბალ ვიბრაციულებს, აკეთებინებს ბევრ ცუდს. გამოცდა მიდის და შეიძლება ამ გამოცდაში ნათელი სულებიც მოყვნენ, როგორიც ვთქვათ, მე ვარ და მე ამას ვაღიარებ. შემიძლია ამის თქმა და ბევრია კიდე, ხო, ჩემნაირი. და ამიტომ ისეთი რაღაცა შეიძლება მოახდინონ, რაც ვთქვათ, შენს ცხოვრებაში არ ყოფილა. ისეთმა ადამიანმა შეიძლება გიღალატოს, ვიზეც, საერთოდ ვერ იფიქრებდი. ისეთმა შეიძლება ჩაქცოს, რომ იტყვიან ზურგში დანა კიდე ვის ჩაეცემა, ეგ საკითხავია, მაგრამ პირობითად ვამბობ. და ისეთი ტკივილი და ისეთი გულგაცრუება მოგაყენოს, რომ ვერც კი წარმოიდგენ, რომ იტყვიან რა მისგან. ესეთი მოულოდნელები და სიურპრიზები იქნება, იმიტომ რომ გამოიცადო
შენ ესე იგი იმ ხარეს გადახვალ და გამწარებული რაღაცას, ეხა სიტყვით, ნახე, ვერ გააკონტროლებ, ემოცია გვაქვს, ადამიანები ვართ და ჩვენი ბუნება ცოდვისკენ მიდრეკილია. ამიტომ ვიტყვი, რომ ჯანდაბა არ გაიხაროს ეს რა ანუ სიტყვაზე ვიძახი, ხო? გამწარებული ხა და იტყვი ადამიანი. მაგრამ ის რომ ეხა შენ გინდოდეს გულით, ხო? ნამდვილად არ გინდა იმ ადამიანის ცუდი და შეიძლება შეგეცოდოს. რო დაფიქრდე და გაიაზრო, მე ვიძახი, როცა დაუმსახურებლად და უსამართლოდ შემოიჭრება, ხო, შენ ცხოვრებაში და რაღაცას ცუდს გაგიკეთებს. იმიტომ რომ არაფერი ამ ქვეყანაზე დაფარული არ არის, დაიმახსოვრეთ სამყაროს კანონი. ყველაფერს თუ კი რამე არსებობს, აეხდება ფარდა ადრე თუ გვიან და განცხადდება. და ვაი იმ დამნაშავეებს, იმათ იკითხონ, ხო? მერე თავისუფალ ნებას ითვალისწინებენ, როგორც ბნელი, ასევე ნათელი ძალები და შენ თუ გააჟღერებ და იტყვი, რომ მე არ ვაძლევ უფლებას, არც ერთ ძალას და სტრუქტურას, ჩემს სივრცეში, ჩემ ოჯახში, ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრას ჩემი ნების გარეშე და ვაძევებ, ვაგდებ, ვჭრი, ვკვეთავ და საერთოდ ვანადგურებ და ვწვავ აი ამ ცეცხლით მათ ბოროტ ენერგიას ცეცხლის ალი ყველანაირ ბოროტს წვავს ჩემო კარგებო. ცეცხლი არის პირველი სტიქია, რომელსაც ბოროტი ვერ ეკარება, იმიტომ რომ ცეცხლი სინათლეა. და სადაც სინათლეა, იქ უკუნეთი ირღვევა, ბნელი გადის. და რაც უფრო ხშირად იტყვით, როგორც აფირმაცია ესეთ სიტყვებს, ვერც ერთი არა კეთილმოსურნე, მტერი, კონკურენტი, თუ ასე შემდეგ ადამიანი, ვისაც თქვენი მოცილება უნდა, და რა ვიცი კიდე 1000 ზრახვები აქვთ, ხო? მე ხა მაგათ გონებას ვერ გაუსწორებ და მაგათ გონებაში არ ჩავძვრები, იმიტომ რომ მათ ბინძურ გონებას და აზრებს მიხედავენ, ასე ვთქვათ, ის სტრუქტურა, ის უმაღლესი სასამართლოს უზენაესი ძალები, ვინც სამართლიანობას დაამყარებს და ძალიან მალე დაამყარდება და აღდგება სამართალი. იკითხონ მაცდუნებელმა, გარყვნილმა, გააღწნილმა, ბნელმა, შემაცდენელმა არსებებმა. მათ მე ადამიანებსაც არ ვუწოდებ, იმიტომ რომ ისინი შეპყრობილები არიან, მათში არის ის არსება და აი ამ ვნების, ოღონდ ბინძური ვნების გავლენის ქვეშ მოქცეულნი. ისინი უნდა შეგეცოდოს რეალურად. და ამიტომ ყველაფერზე წამსვლელნი არიან, მაგრამ თავისას მიიღებენ ყოველთვის იცოდეთ. ესეთი ადამიანები პირველ რიგში მათ ეკარგებათ სულიერი სიმშვიდე. ისინი მშვიდები არ იქნებიან. სულიერი სიმშვიდე დღეს ისეთი რამეა, ეს არის საჩუქარი. დღეს თუ შენ არ ხარ მშვიდად და ხარ აფორი აქებული და რაღაცაზე დარდობ და ახლა პრობლემები ყველას გვაქვს, მაგრამ გვაქვს ხო იმის უნარი, რომ რაღაცნაირად ჩვენი თავი ავიყვანოთ ხელში, ხო და აი ეს უნარი არ ექნებათ მათ. და რატომ? იმიტომ რომ შეიჭრენ დაუკითხავად და დაარღვიეს ის კანონი, რომელიც არის სამყაროსეული, თავისუფალი ნების ჩარევა. გესმით? თან უდანაშაულო ადამიანის სივრცეში. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, უკვე მიხვდებოდით ჩვენი თემის, ასე ვთქვათ, რამ სურს, რა გადმოგცეთ და ეხლა აი ზუსტად მაგ ადამიანებზე და მსგავსებზე მექნება გაშლა. ორ ვარიანტს გავაკეთებ.
თქვენ ჩაიფიქრეთ, თუ არის ესეთი კონკურენტი, აი ესე დაუკითხავად შემოჭრილი, ავსული, ამორძალი თქვენ ცხოვრებაში და თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში, რომელიც ჩადგა და აგიწეწა ცხოვრება. ან უბრალოდ არაკეთილმოსურნე, მტერი, არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ყველა ერთია, ვინც ჩვენ გვისურვებს სულს და ენერგეტიკულად მუშაობს ჩვენ განადგურებაზე, ის ჩვენი მტერია. მაშინ დავინახოთ, ნახოთ, რა განზრახვა აქვს ჩვენ მტერს, აი რა განზრახვა ამოძრავებს ჩვენ მტრებს. ესე დავარქვათ, უბრალოდ განზრახვა დავინახოთ და გვითხრა ნათელმა, უზენაესმა, კეთილმა ძალებმა, რომელთათვის არაფერი არ არის დაფარული და ყველაფერი ყოველთვის განცხადდება. ეს არის დაუწერელი კანონი. ორი ვარიანტი იქნება. ნახოთ, რა განზრახვა აქვს ჩვენ მტრებს. პირველი ვარიანტი. რა განზრახვა აქვს თქვენს მტრებს. მეორე ვარიანტი. თუ იცით სახელი, შეგიძლიათ სახელითაც თქვათ პირველი, ან უყურეთ ორივეს მოусმინეთ, იმიტომ რომ მიხვდებით ინტუიციურად. მე აქედან გიხსნით ახლა თქვენ ინტუიციას. ხო, უზენაეს უმაღლეს ნათელ კეთილ ძალებს, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს, ინტუიციურად გაეხსნას მეექვსე ჩაკრა აჯნა, ინტუიცია იგრძნოს, შეიგრძნოს ის ინფორმაცია, რასაც ახლა გადმოვცემ, რომელიც არის მნიშვნელოვანი, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და დაინტერესებული ამ ვიდეოთი, რომ იგრძნოს და მიიღოს სწორი პასუხი. პირველი ვარიანტით დავიწყებ. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს პირველი ვარიანტი უკვე ამოყირავებულია თქვენ ცხოვრებაში. ნახეთ. ჩაკეტვა უნდა თქვენი განადგურება. აქ საუბარი იყო გრძნობებზე, გრძნობებით თამაში და ძალიან ბევრ რაღაცაზე. ანუ შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი განზრახვა ქონდა. პირველ რიგში ის რომ ჩაეკეტეთ ყველანაირად როგორც ქალი, ნახეთ. შეიძლება თქვენი პარტნიორის თან ურთიერთობაში უნდა თქვენი ჩაკეტვა, იმიტომ რომ ხართ ლამაზი, მომხიბვლელი, გაქვთ თქვენი შემოსავალი, გახართ ფეხზე, ანუ არ გიჭირთ და განზრახვა, აქ ახლა როგორც ჩანს, ჯერ ერთი, რა თქმა უნდა, ინტერესი ეს არის ფინანსები, თქვენი ჩაკეტვა ყველანაირად, რომ აი არ დაგენახათ, არ გაგეგოთ რა ხდებოდა და პლუს გრძნობების თამაში, ანუ ამ ჩაკეტვასთან ერთად კიდე უნდა და აიღო ის, რაც გეკუთვნით თქვენ. მაშინ ეხლა რახან ესე წავიდა საუბარი, დავაზუსტო, ზუსტად რა უნდა და ამ მოწინააღმდეგეს ამ მტერს თქვენგან. პირველი ვარიანტი, აი ზუსტად რა უნდა და რა მოლოდინები ქონდა თქვენ მტერს პირველი ვარიანტისთვის. თქვენთვის, ანუ რა უნდა და თქვენთვის რა, რომ დაეშავებინა, აი რას ნატრულობდა როგორც მტერი, აი რა უნდა და მის ფიქრებში, მის აზრებში შევიდეთ. რა საინტერესოა. ჩამოცილება. ნახეთ, ეხლა ძალიან გთხოვთ, კარგად მომისმინეთ. რომ ნერვიულობ ხოლმე სპაზმური ის მაქვს ყველა, ამიტომ ბოდიშს ვიხდი წინასწარ. ღალატი ტყუილით თქვენ პარტნიორთან, ვინც გყავთ საყვარელი ადამიანი, თქვენი ჩამოცილება, მოცილება, ოჯახი. ანუ თუ თქვენ გყავთ ოჯახი, ხართ დაოჯახებული, ან ცხოვრობთ, არა აქვს მნიშვნელობა ამ ადამიანთან, თქვენ პარტნიორთან, რომ ბინძური, არა კანონიერი, პირდაპირ ვიძახი. თამაშებით, ინტიმი, სექსი, არ ვიცი კიდე რა,
ღალატს აქ ადგილი. და თქვენ იყავით დაბრკოლება ამ ქალისთვის, ამ ადამიანისთვის, იმიტომ რომ თქვენ პარტნიორს აქვს თქვენთან ოჯახური ურთიერთობა, ანუ თანაცხოვრება, ან შვილები, ან ოჯახი, ან ქმარი, ან არ ვიცი რა, მოკლედ ცხოვრობთ ერთად. ეს არის ერთობის კარტი, სადაც ცხოვრობენ ერთად პარტნიორები, თუნდაც საყვარლები, თუნდაც შეყვარებულები, არ აქვს მნიშვნელობა. ბინძური, არაკანონიერი შემოჭრით, რაც თქვი, თავისუფალ ნებაში რომ შემოდიან. აი ესეთი განზრახვა ქონდა. მაშინ რახანი უკვე გავიგეთ მისი განზრახვა. ნებართვა აღებული მაქვს ნათელი ძალებისგან, რომ გადმომეცა სწორი ინფორმაცია. თუ ზუსტად არ არის, მოირგეთ რა თქვენზე და თუ არ რეზონირდება, მაშინ მეორე ვარიანტს მოусმინეთ. თუ აირჩიეთ პირველი. მტკინვეულია ვიცი, მაგრამ უნდა იცოდეთ რა. განზრახვა ხომ და იცოდეთ რა აქვს. და მაშინ გამოუვიდა პირველ ვარიანტს. გავიგეთ ხო განზრახვა, აღარ გავიმეორებ. აი ამასთან წასული იყოს. ისედაც ამასთან არის. ხო, ისედაც ამასთან არის, მაგრამ აი ამასთან წასული იყოს იქ სადაც არის. გამოუვიდა თქვენ მტერს მოწინააღმდეგეს კონკურენტ ქალს, ან რა ვიცი როგორ დავარქვა. გაიძვერას. გამოუვიდა, კარტები ჩქარობენ. გამოუვიდა ეს მისი განზრახვა თქვენთან დაკავშირებით? გამოუვიდა? ძალიან მუშაობდა. ნახეთ, აქ მაგიურ ჩარევასაც მაჩვენებენ. თქვენი ბედის ბორბლის შეცვლა უნდოდა, ანუ ის რომ ამ მამაკაცთან თვითონ მამაკაცი ამოვიდა, ნახეთ. თქვენი პარტნიორი რა, იმპერატორი. ამოყირავებული. როგორც ჩანს მაგიურ რაღაცას აკეთებდა, ჩარევას, მაგრამ თქვენ დადექით როგორც ჩანს, ანუ ძალიან მყარად, იმიტომ რომ მაგიის კარტიც ამოვიდა, რა, ძალიან მირბის კარტები. 100%-იანი სიმართლე, რასაც ვამბობ. თქვენი ბორბლის, ბედის ბორბლის შეცვლა უნდოდა, მაგრამ თქვენ დადექით ძალიან მყარად და ამოდის ოჯახი, რომ მაინც შეინარჩუნეთ ერთობა, ანუ ამ ადამიანთან, პარტნიორზე ახლა საუბარი. მე ახლა ამას აღარ გავაგრძელებ. უბრალოდ ერთ კარტს ამოვიღებ. რჩევა თქვენთვის პირველი ვარიანტი თუ რეზონირდა, რჩევა. რას მირჩევდით? რას ურჩევდით პირველ ვარიანტს? რას ურჩევდით? აუ. ძალიან ცუდად ასაქმე. პირველ ვარიანტო გირჩევენ, რომ გასაგებია რომ არჩევანის წინაშე დადექი. გასაგებია რომ საყვარლობის, გაიძვერობის, ღალატის, ფლირტის, ინტიმის შესახებ გაიგე შენი პარტნიორიდან, შენი იმპერატორიდან. მაგრამ მაინც სიყვარულს გთხოვენ. გრძნობით უნდა აივსო, ეხა რაღაცნაირად გაუგო, შეხვიდე მდგომარეობაში, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ ეს ადამიანი, ეს ქალი, ანუ იმდენად მაცდუნებელია და ამოვიდა ხომ ისი სახე რეალურად დაგვანახა ვინც არის. შეიძლება არიან ისეთი კატეგორიის ქალები, რომ აქეთ ახტებიან მამაკაცებს, პროვოცირებას უკეთებენ, ისეთ რაღაცებს უწყობენ, რომ ანუ მამაკაცია და თუნდაც ყავდეს შეყვარებული პარტნიორი, მეგობარი, ცოლი და კონდეს მათთან უკვე თანაცხოვრება, უარს, ანუ არ უნდოდეს ღალატი, მაგრამ ვერ იტყვის უარს. აი ესეთ ვითარებაშიც ჩავარდნილან ძალიან ბევრი. მე ხა არ ვიცი, ხელს არ ვაფარებ, ღალატია, მაგრამ თქვენგან ითხოვენ ლმობიერებას და გაგებას. პირველ ვარიანტთან ესეა. ნახოთ მეორე ვარიანტი. რა განზრახვა აქვს თქვენ მტერს? მეორე ვარიანტო. ეს მტერი რაღაცა სახით უკავშირდება სასამართლოს, საბუთებს
განქორწინება შეიძლება ყოფილია. შეიძლება რაღაცა ბიზნეს პარტნიორია და უნდა ან ბიზნესის წართვება, ან ფულის დათრევა, ან რაღაცა რა, მოკლედ, ანუ არასწორად წარმართა თქვენთან საქმეში გამოაჩინა არასწორი მისი მიდგომა, არასამართლიანად მოიქცა და არის ბრძოლა, ნახეთ, თქვენსა და მას შორის. მას რა უნდა მეორე ვარიანტს წერს, რა უნდა თქვენგან, ანუ ვინც გმტრობთ, ვიძახი, რა უნდა? რა განზრახვა აქვს, რა უნდა? რაღაც წინადადებაზე რო წახვიდეთ, რო გადადგათ ნაბიჯი და აქ ფული ჩანს, ანუ ფინანსური სიტუაცია ჩანს, ნუ ქალიც ჩანს, არ ვიცი ხა. თვითონ არის ქალი თუ კიდე არის ვინმე ქალი ჩარეული, ეს ამბავი გაირკვევა ერთ პერიოდში. სტაბილური, ანუ ფულს აჩვენებენ რა, აი რაღაცა სტაბილური სიტუაცია უნდა რომ თვითონ შეიქმნას თქვენ ხარჯზე, ანუ ხო მიხვდით არა? რა გააკეთოს მეორე ვარიანტმა? მტერთან, მოწინააღმდეგესთან, ხო, არასახარბიელ ადამიანთან დაკავშირებით რა გააკეთოს? ეს ადამიანი მოდის წარსულიდან, ნახეთ, შეიძლება რაღაცა კავშირია წარსულიდან, ან მეგობარი იყო, ან არ ვიცი რა, რაღაცა ახლობელი იყო. ბევრი შეიძლება ვთქვა, მაგრამ ნაბიჯის გადმოდგმა იქნება ამ ადამიანიდან, იმიტომ რომ თქვენ წარსული რაღაცა გაკავშირებთ. აღდგენა იქნება, მაგრამ ისევ სამართლიანობის და სასამართლოს კარტები ამოდის, რაც აი ესეთ ადამიანთან, რომელთანაც გაკავშირებდა წარსული. შეიძლება თქვენი პარტნიორია, მეუღლეა და შვილებიც გყავთ. ანუ ბევრი ვარიანტია მეორესთან, ნახეთ, ეს საჯარო გაშლა. ამიტომ არ ვიცი, რომელი ერთი ვთქვა, მაგრამ ფაქტია, რომ საბუთებამდე, სასამართლო რაღაც სტრუქტურებამდე, რაღაც ქონების გაყოფამდე, ბიზნესის რაღაც ფულთან დაკავშირებულ რაღაც სიტუაციებზე არის მისული საქმე. თუ ეს 100-ია და რეზონირდა, მაშინ გეტყვით ერთ რამეს, გაახსენეთ წარსული. იმიტომ რომ ამ ადამიანს გქონდა გრძნობა თქვენთან. მაშინ ნახოთ, თუ მოაგვარებთ მშვიდობიანად, რახან ვახსენე, რომ მოწინააღმდეგეა და ასე ვთქვათ, მტერია და მისი განზრახვა დავინახე, თუ მოაგვარებთ მასთან ურთიერთობას, აბა ახლო მომავალში თუ მოგვარდება მეორე ვარიანტთან. ზომიერება ამოდის, ძალიან დიდი დარტყმა მატერიალურ კეთილდღეობაზე, ოჯახზე, სახლზე, შეიძლება სახლის გაყოფა, ამ ადამიანის სოციუმიდან გასვლა, ანუ თქვენი ცხოვრებიდან გასვლა ჩანს რეალურად, მიდის ეს ადამიანი, ზომიერება ამოდის, ანუ ნელ-ნელა გადახარშავთ. მაგრამ ფაქტია, რომ ოჯახზე, რაღაც, ანუ სახლზე, ქონებაზე და რაღაც აი ამ დაგვარზე, მოკლედ, გადაგემტერათ რა. მაშინ რჩევას ვკითხავ, ეხლა მეორე ვარიანტისთვის და დავამთავრე. ნუ ასე თუ ისეა, განზრახვა გასაგებია. ყველგან ფული ტრიალებს. მარტო ის არ არის, რომ უკაცრავად გავიქნიო, გამოვიქნიო, ამოვიგდო და ის არა ქვია, კაცი გადავრიო. არა. ყველგან, ანუ ინტერესი არის ფული. თუ ფული აქვს, კაცი ხარ, თუ ფული ხარ, დაიცადე ამერია. თუ ფული გაქვს, კაცი ხარ, თუ არა და ფურთხი ხარ. ეგ თუ ვარიანტი რა. აი დღეს ეგეთი ვითარებაა. ამიტომაც ხდება ის, რაც ხდება. სამყარო კანონზომიერია, ყველას მოეთხოვება, ჩემო კარგო და ყველას გადახდა, ანუ ყველაფერს გადახდა უნდა. ამ შემთხვევაში ბერმა დამიწერა ერთხელ ესეთი სიტყვები, ყველაფერს გადახდა უნდა. ჩვენ საქციელებზია საუბარი, ჩვენ მოქმედებებზე. ჩვენ მანკიერ, ანუ აი ესეთ სიტუაციებზე, ხო? მაგრამ ისიც რო გვიშავებს, იმასაც გადაახტევინებენ. ხო იცით, რომ არავის არაფერი არ შერჩენია. მით უმეტეს სიბოროტე და მით უმეტეს, როცა აბსოლუტურად უდანაშაულ ადამიანს ებრძვი. რჩევა მეორესთან გამიგრძელდა,
შეიძლება თქვენც უნდა გაგეგოთ ეს, შემთხვევით ხო არ არსებობს არაფერი, მეორე ვარიანტთან რჩევა რა იქნება. თქვენ გაქვთ თქვენი გზა, თქვენი ცხოვრება მთლიანობაში ახლა ზოგადად ხო? გლობალურად ეს არის თქვენ ცხოვრებას, თქვენ გზას, თქვენ სიტუაციას, თქვენ წარმართავთ, თქვენ ხართ ბატონ, პატრონი და უფროსი, მაგრამ ამ შემთხვევაში შეიძლება სადმე მოგიწიოთ წასვლაც კიდევაც, გზა გაქვთ ქალაქიდან სხვა ქალაქში და კარგი ვარიანტი იქნება, ანუ რჩევაა, რომ დროებით განერიდოთ აი ამ სიტუაციას. ისე რჩევა ორივესთვის კარგი იქნება, თუ ეხლა რაღაც სიტუაციაში ხართ, ხო, გამწარებული ამ ტრისგან და მრისხანება ხო ცოდვა. მოდით, ნუ ჩავიგდებთ მრისხანებაში თავს, ნუ ჩავარდებით იმ დაბალ ვიბრაციაში. ჩვენ ნუ გავიბინძურებთ მათი ბინძური ენერგიით ჩვენს აურას და მაინც უსურვოთ მათ, ანუ უსურვოთ რა, სამართლიანობა. იცით რა, ვერ ვაპატიებ და ძალიან ძნელია აპატიო ადამიანს, რომელიც უდანაშაულოდ, ასე ვთქვათ, გაგამწარებს და გადაგთელავს, მაგრამ მივანდე სამყაროს. დაე თვითონ სამყარო განსაჯოს, გადაწყვიტოს და აიღოს პასუხისმგებლობა და ჩემმა უზენაესმა ნათელმა კეთილმა ძალებმა. თქვენც ამას გისურვებთ, ჩემო კარგებო. მესმის რომ ძნელია, მაგრამ იცოდეთ, არავის უბედურებაზე არავის ბედნიერება არ აუწყია და თუ ერთი ადამიანიც კი ერთი სულით ჩვენ უდანაშაულოდ გაამწარე, ძალიან მოგეთხოვება და მით უმეტეს თუ ნათელია ის ადამიანი. ის მარტო არ არის, მის უკან მთელი ანგელოზთა დასია. და ზუსტად ის დაბალ ვიბრაციული არსებებიც კი, კიდევ ერთხელ რო ვახსენე, რომ ხედავენ სუფთა წრფელ ნათელ ადამიანს, ანუ ამბობს ის ადამიანი, რომ ვარ ნათელი, ხო, ღვთისშვილი, ღვთის ნაწილაკი. ისინიც იმ მომენტში ეხმარებიან და ემორჩილებიან. აი ზუსტად ის ბინძური რაღაც ინფორმაციების მოწოდებისთვის, ხო? იმიტომ რომ თუ არკვევ, ბოლომდე უნდა გაარკვიო რა. ესე შუაგზაზე გაჩერება არ შეიძლება. აი ბოლომდე, რომ იტყვენ ვა-ბანკზე უნდა წახვიდე. იმიტომ რომ ესეა მოწყობილი ეს სამყარო. ყველა სამართლიანად მიეზღვება. და ეს ასეა. ამინ. აბა თქვენიც შემოკარგებო. ისევ და ისევ. ბედნიერ, ლამაზ, ფერის ცვალებას გისურვებ და სულ უკეთესობისკენ, სიკეთისკენ გეცვალოთ ფერი. დროებით არ დაგავიწყდეთ ლაიქი და კომენტარი, ველი, რომ კიდე გავაგრძელოთ თქვენთვის ვიდეო ჩაწერები. მადლობთ!